მოგესალმებით, ეს ბათუმელების ლაივია. დღეს სარფის საბაჟო გაიხსნა, პირველი მისია და სახმარდო საზღვრები გაიხსნა, როგორც ეს დაანონსდა რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭოს ხდომის შემდეგ. დღეს ხალხმრავლობა აქ არ არის, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული როგორია გადმოსვლის წესები. ქალბატონო, თუ შეიძლება თქვენ შეგნეშეთ, რომ ეხლა ხან გადმოხვდით საზღვრიდან გოდიში. როგორი იყო გადმოსვლა დღეს საქართველოში? თქვენ შემოდით თურქეთიდან საქართველოში, ხო? რამდენი ხანი არ ყოფილხარ საქართველოში? რატომ ვერ ეხერხებდით აქ შემოსვლას? პანდემიის გამო ვერ ვახერხებდი შემოსვლას. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქე ხართ, ხო? უნდა შემოვხვდეთ, მაგრამ პანდემიის გამო არ მინდოდა შემოსვლა. ამიტომ დავაბრძანდი იმიგრანტად. აჰა, თქვენი ცხოვრობთ თუ მუშაობთ? მუშაობთ და წელიწადნახევარი არ ყოფილიყართ საქართველოში, ხო? და გაიგეთ, რომ პირველი მის შეგეძლებოდათ შემოსვლა უკვე საქართველოში. და როგორი იყო შემოსვლა საქართველოში, ანუ ჩვეულებრივი შემოსვლა იყო, როგორც ადრე იყო, ისეთი შემოსვლები იყო. ხო, ანუ მარტივად შემოხვედით. მადლობა. ეს მოქალაქე იყო, რომელიც შემოვიდა ეხლა ხანს და გადმოკვეთა თურქეთის საზღვარგარეთ შემოვიდა საქართველოში. მან თქვა, რომ რეალურად კი ჰქონდა უფლება და ცნობილია, რომ ჰქონდა უფლება საქართველოს მოქალაქეს, რომ გადმოეკვეთა საზღვარი, მაგრამ პანდემიის გამო ის თავს იკავებდა. გასული წლის 15 მარტიდან არის ჩაკეტილი სარფის საზღვარი, მხოლოდ სპეციალური რეგულაციები არსებობს, როგორც ცნობილია, ანუ გარკვეულ ჯგუფებს შეეძლოთ შემოსვლა საქართველოში და ასევე შეეძლოთ შემოსვლა საქართველოს მოქალაქეებს. სხვებისთვის იყო საზღვარი ჩაკეტილი, ხოლო 1 ივნისიდან, ანუ დღეიდან სახმელეთო საზღვარი გაიხსნა, მათ შორის თურქეთის მიმართულებით, ანუ სარფის საზღვარი დღეს გაიხსნა. სხვაშორის მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამ დრომდე არ არის დაზუსტებული ზუსტად ჭირდება თუ არა მოწვევა. როცა მივდივარ თურქეთში, ჩვენ ინფორმაციით ეს მოწვევა უკვე საჭირო აღარ არის. ეს მოწვევა არ ჭირდება და ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს, თუმცა შესაბამისი ნორმატიული აქტი, სამართლებრივი აქტი, რაც ამას დაადასტურებს, იქნება გაწერილი თუ რა არის კონკრეტულად საჭირო. ეს გამოქვეყნებული ჯერ კიდევ მთავრობას არ აქვს. თუმცა ჩვენი ინფორმაციით და პირველადი მონაცემებით თურქეთში გადასასვლელად მოწვევა არ არის საჭირო. ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ მოქალაქეებს, რომლებიც ეხლა მიდიან თურქეთში, თურქეთის მიმართულებით. ხალხი საკმაოდ მცირეა, ნაკადი ფაქტობრივად არ არის. როგორც ჩანს, სწორედ ამ გარკვევას დეტალების დაზუსტებას ელოდნენ მოქალაქეები, თორე ფაქტია, რომ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო თურქეთში გადასასვლელად. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ ბათუმელების ლაივში ვარ. თქვენ მიდიხართ როგორც ჩანს თურქეთში. მე პასპორტი პრობლემა 5 წელი ახლა, ხსიანაირას. აჰა. და მოსაწვევი გააქვთ? მოსაწვევი გააქვთ. ან თქვენ მიდიხართ სამუშაოდ, ხო? ამ თუკი მიდოდა, მაგრამ ვერ გავდივარ, ვერა. ანუ პასპორტის პრობლემის გამო. ანუ ეხლა დაადგინეთ, რომ პასპორტის პრობლემა გააქვთ. აჰა. ეს მოსაწვევი აწე დაგჭირდება თუ არ დაგჭირდება თუ იცით? 63 ორი დღეა სამდღიანი რა არის. მაგრამ ეს რა გაქვთ? მოსაწვევი? კოდი, მაგრამ მოსაწვევი თურქეთიდან ამსაქმებლებთან გაქვთ თუ? ყველა იმას, ეს ის მაგ ტელეფონში მაგ. აჰა. მაგრამ პასპორტზე გაქვთ უკვე გასული ვარ და ამიტომ ვერ გადატიხარ. არა, 6 წლიანი იყოს პასპორტი. და 5 წელი ვარ. ეს ავაკეთებია რა ხარ, ის წელში მიჟია. კარგით, მადლობა. მოქალაქე რომელიც მიდის თურქეთში და პრინციპში მარტო ამათ ხედავთ ადამიანებს. შეიძლება რომ გაგესაუბროთ ბათუმელების ლაივში ვარ. თქვენ მიდიხართ თურქეთში ასევე? გაქვთ მოსაწვევი თუ მოსაწვევი აღარ გჭირდებათ? რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? როგორ? მოწვევის. გაქვთ მოწვევა? ისე მიდიხართ. აქ საქართველოს მოქალაქე ხართ თქვენ? და იცით რომ ისე შეგიშვებენ ანუ საზღვარზე რომ არ დაგჭირდებათ მოწვევა? როგორ? იმდენ არ ვიცი. არა, გადატანაში რომ ძიმეა და მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვარ. გადაიღეთ, გაგესწრებით. მეც მეტი არავინ არ არის და აი რა გვინდა მოწვევა დაგჭირდათ თუ არა თურქეთში გადასასვლელად?
შეგიძლიათ გითხრათ? ანუ რა დაგჭირდათ იმისთვის რომ წასულიყავით თურქეთში? ხო არ გითხრეს გასაუბრებაზე. დღეს გაიხსნა პირველი ივნის საზღვარი თურქეთის მიმართულებით, სახმელეთო საზღვარი მოხსნა, ანუ გაიხსნა საქართველომ და რამდენიმე დღის წინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მათ შორის გაიხსნა თურქეთის საზღვარი. ჩვენ ვეცდებით შევიდეთ ასევე სარფის საბაჟოს ტერიტორიაზე, მაგრამ როგორც ჩვენ გაგვიმართა სამართალდამცველებმა, ამის ჩვენ გვჭირდება სპეციალური ნებართვა, დაურეკეთ პრესამსახურს, თუმცა ამ დრომდე პრესამსახური არ შეგვხმიანებია, რომ გავესაუბროთ თქვათ იგივე საბაჟოს წარმომადგენლებს და გავიგოთ უფრო მეტი ინფორმაცია თუ რა სჭირდება და დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ შეძლოთ თურქეთში გადასვლა. ბატონო, რამდენიმე წუთით შეგაყოვნებ. დაგჭირდათ მოსაწვევი თუ არ მოსაწვევის გარეშე მიდიხართ უკვე თურქეთში? მოსაწვევი დაგჭირდათ თუ არ დაგჭირდათ? მოსაწვევით გადავდივარ. მოსაწვევით. ანუ თქვენ მიდიხართ სამუშაოდ თურქეთში, ხო? აჰა. აქამდე რამდენჯერ გადახვედით, რამდენჯერ იყავით თურქეთში? ანუ პანდემიის პერიოდში არ გადასულხართ არასდროს, ხო? აჰა. აქამდე რატომ იკავებდით თავს? პანდემია იყო, ძები არ იყო, ეხლა ხო პანდემია იდეაში. ეხლა გაიხსნა დამოუკიდებლობა. მაგრამ მოსაწვევი მაინც დაგჭირდა. მოსაწვევი დამკვიდრა, გამომიგზავნა. და როგორ იცით ისე მოსაწვევი გჭირდებათ თუ არ გჭირდებათ? ვერ გეტყვი ხა, მე მოწმობა დამკვიდრა და ეში არ ვიშვა. რამდენ ხანს აპირებთ იქ დარჩენას? ერთი თვე. და რაზე აპირებთ მუშაობას? რასაც მიყოლე და როგორ რა. მადლობა. ეს იყო მოქალაქე, რომელიც გვეუბნებოდა, რომ პანდემიის გამო თავი შეიკავა, რომ გადასულიყო თურქეთში. კიდევ ერთი მოქალაქე. ხო, რამიგეთა მოწმობა, გადავდივარ იმის, რა თქმა უნდა, რომელიც ასევე მოსაწვევით მიდის, ის ახლა ჟურნალისტებს ესაუბრება და ჩვენც ვესაუბრებთ მას ცოტა ხნის წინ, მაგრამ თქვა რომ მას პასპორტის პრობლემები აქვს. ასეთი მოცემულობა ამ დროისთვის დღეს პირველ ივნის სარფის საბაჟოზე შესაძლოა ხედავთ ცარიელს, რაც ალბათ არის უფრო იმის დამსახურება, რომ ამ დრომდე არ იყო გარკვეული და არ არის გარკვეული ზუსტად რა სჭირდება მოქალაქეს, რომ ის წავიდეს თურქეთში. ჩვენი ინფორმაციით არ დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს, არ დასჭირდებათ მოწვევა დამსაქმებლისგან, როგორც ცნობილია პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეები საქმდებოდნენ თურქეთშიც, მათ შორის იგივე ჩაის კრეფაზე და ეხლა როგორც ცნობილია ჩაის სეზონია, ჩაის კრეფის სეზონია თურქეთში, მაგრამ მათ სჭირდებოდათ სპეციალური მოწვევა დამსაქმებლისგან, რასაც სჭირდებოდა ნოტარიული დამოწმება, შემდეგ ამოწმებას ისინი იღებდნენ და შემდეგ მიდიოდნენ თურქეთში. ხოლო ამ დროისთვის უკვე ეს მოწვევა აღარ დასჭირდებათ მოქალაქეებს, მაგრამ მთავრობას ჯერ კიდევ შესაბამისი ნორმატიული აქტი, რითაც რეგულირდება თუ რა არის საჭირო ამისთვის, ეს ნორმატიული აქტი ჯერ კიდევ გამოქვეყნებული არ არის. აქ რო გადავიღოთ აქ ეს სარეჟიმო ტერიტორია, აი ყვითელი ზოლის იქით გადაიღეთ. ჩვენ დავრეკეთ პრესსამსახურში და იქნება თქვენ შეეხმიანოთ რომ ვერ მივიღეთ პასუხი და ვეღარ უკავშირდებით. შეგვინდა რომ ვაჩვენოთ უბრალოდ რა ხდება სარფის საბაჟოზე. აქ დადექით ბაიცები. რა გავაჩვენოთ ახლა არაფერი არ არის, ხო აქ მოდიან. ეს სეტა უნდა იყოს შეთანხმებული თქვენი ის. სამწუხაროდ პრესსამსახურს დაურეკეთ დაახლოებით 9 საათის წინ, მაგრამ ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვარ. თქვენ გადადიხართ თურქეთში, ხო, როგორც ხვდებით? თურქეთის მოქალაქეები, ხო?
გასაუბრეთ რა ინფორმაცია მიიღეთ საბაჟო წარმომადგენლებისგან? ბატონო, ჩვენ მივიღეთ ის, რომ გახსნილია საზღვრები, ხალხი სულს მოითხოვს. და რატო არ გადადიხართ თქვენ აპირებით ხო გადასვლას? ვაპირებთ, დღეს არ ვაპირებთ, თვითონ ცოლში უნდა დავემშვიდო. და აპირებთ რომ გადახვიდეთ დღესვე თუ როდის აპირებთ? რისთვის რო გაგვიჩერეთ 2 წუთით მეტროს არ წაგართმევ. ანუ რისთვის გსურთ რომ გადახვიდეთ თურქეთში? ნახოთ ერთი დავინახოთ თურქეთი. ავატყოფიშვილი მყავს გადაყვანა მწადია. დიახ. ანუ სამკურნალოდ გინდა. სამკურნალოდ მივდი. აქამდე ვერ მოახერხეთ გადასვლა თურქეთში? ვერ მოახერხეთ. გახსნილია მადლობა. ეხლა რა პასუხი მიიღეთ? რა გჭირდებათ რომ გადახვიდეთ თურქეთში? COVID ტესტირება. არაფერი მე. COVID ტესტირება და პირადობა, ხო? პირადობა. ანუ მოსაწვევი და სხვა რა მსგავს დოკუმენტები. ეს თქვენ გითხრათ საქმის საბაჟო წარმომადგენელმა, ხო? კარგით, მადლობა. მოდით 154-დან გვირეკავენ, ეს არის სამთავრობო საბჭოს ცხელი ხაზი და მივიღებთ ინფორმაცია უფრო კონკრეტული. Алло. გამარჯობა, 1-4-4-დან გიკავშირებით, ბატონო, თქვენ გქონდათ კითხვა თურქეთთან დაკავშირებით მოწვევა გესაჭიროება თუ არა ამ ეტაპზე? დიახ. ბატონო, ამ ეტაპზე მოწვევა ისევ საჭიროა, თუმცა მიმდინარე ოცნებები ახლო მომავალში აისახება, შეგიძლიათ რომ შემდგომი პერიოდისთვის დაგუკავშირდეთ და მოგახსენებთ. დღეს რომ გჭირდებოდა დღის მონაცემებით გადასვლა, მოწვევა ისევ საჭიროა. ანუ დღეს ვინც გადავა, ნებისმიერ მოქალაქე, მათ შორის მეც რო გადავიდე თურქეთში, დამჭირდება მოწვევა, ხო? არ მოგცემენ ბატონო, დიახ, მოწვევის გარეშე გადასვლის შესაძლებლობა საქართველოს საზღვრიდან. და ანუ გამოცებულია რაიმე ნორმატიული აქტი, სამართლებრივი აქტი, რაც ამას ბატონო, რომ ცვლილებები მიმდინარეობს, აისახება ახლო მომავალში და დაგუკავშირდით მოგახსენებთ. აქამდე იყო მოგახსენება თურქეთთან დაკავშირებით, რომ მოწვევა იყო აუცილებელი. შესაბამისად, ისევ ძალაშია დღესდღეობით. როდემდე იქნება ეს ძალაში? ამას ბატონო, წინასწარ ვერ მოგახსენებთ თუ როდემდე იქნება ძალაში, თუმცა დაანონსებულია, რომ ახლო მომავალში ცვლილებები აისახება. ეს ახლო მომავალი რა ვერ გვეტყვით? ზუსტად ვერ გეტყვით, ბატონო, შესაძლებელია 2 დღის შემდეგ მოხდეს, შესაძლებელია 1 კვირის შემდგომ, ამას ჩვენ ვერ გავსაწყობთ. იცით მე ხარ ვიყოფები სარფის საბაჟოზე და სარფის საბაჟოს თანამშრომლები ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ მათ არ დაჭირდებათ მოწვევა, არ სჭირდებათ მოწვევა, შეუძლიათ ისე გადავიდნენ სარფის საბაჟოზე და ინფორმაცია თუ თქვენ გაძლევენ ამის ვერკეთს რომ გადაგკეთოთ მოწვევის გარეშე, ეს არ ვიცი შესაძლებელია ინდივიდუალურად ხდება აღნიშნულის მიღება, მაგრამ რაც შეეხება დღევანდელი დღის მონაცემებს, მოგახსენებთ, რომ მოწვევას ითხოვენ თურქეთის საქართველოს საზღვარზე. თავად თურქეთი შესაძლებელია, რომ მოწვევის გარეშე გიღებდეთ, თუმცა საქართველოს საზღვრიდან შეზღუდვაა დღის მონაცემები. ხო, მაგრამ საუბარია საქართველოს თურქეთში გადასვლაზე, ხო? და არა თურქეთიდან საქართველოში შემოსვლაზე. ბატონო, გასაგებია, თუმცა საქართველოს უდავდა დღევანდლობამდე და დღევანდელ დღისთან დაკავშირებითაც გამსვლელთათვის. შემოსვლელთათვის არის უკვე ასახული დადგენილებაში. აჰა. კაი, კარგით, მადლობა. ჯანმრთელობას გესურვებთ, ნახვამდის. თქვენ ახლა ისმენდით ალბათ გესმოდათ 154-ის ეს გახალთ საკოორდინაციო საბჭოს ცხელი ხაზის ოპერატორი გვესაუბრებოდა. ჩვენ მას დაურეკეთ ლაივის ჩართვამდე ცოტა ხნით ადრე და ვკითხეთ არის თუ არა დაზუსტებული უკვე ამ დროისთვის თუ რა სჭირდება საქართველოს მოქალაქეს კონკრეტულად იმისთვის რომ ის გადავიდეს თურქეთში. როგორც ცნობილია 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვარი გაიხსნა, მათ შორის გაიხსნა თურქეთის საზღვარი, ანუ სარფის საზღვარი, თუმცა თქვენ ხედავთ ახლა ცარიელ შესასვლელს აქ და როგორც ჩვენ ახლა რამდენი მოქალაქეც ვნახეთ კადრში, რომელიც ამბობდა რომ მოვიდა ამბის მოსაკითხად, რომ მიიღო ინფორმაცია რა დოკუმენტები სჭირდება იმისთვის რომ გადავიდეს თურქეთში. მას უთხრა საბაჟო წარმომადგენელმა ჩვენ ეს მოვისმინეთ ლაივში, რომ მას არ დასჭირდება მოსაწვევი და დასჭირდება მხოლოდ პირადობის მოწვევა და PCR ტესტი. თუმცა ჩვენ ახლა 154-ის ოპერატორმა გითხრა რომ მოწვევა ისევ ძალას შემოწვევის შესახებ მოთხოვნა და ისევ დასჭირდებათ მოქალაქეებს მოწვევა თუ კი ისინი გადაწყვეტენ რომ წავიდნენ თურქეთში. ანუ გაურკვეველი ვითარება ჯერ კიდევ ამ დროისთვის, როგორც 154-ში გვითხრეს მოწვევის შესახებ მოთხოვნა ისევ ძალაში და მოწვევის გარეშე ვერ გადავდნენ მოქალაქეები და საბაჟო წარმომადგენლები სხვაგვარად განმარტავენ. მოგესალმებით. თქვენ მიდიხართ თურქეთში როგორც ხვდები, ხო? გაქვთ მოწვევა? მიდიხართ სამუშაოდ, ხო? რაზე უნდა იმუშაოთ? ჩაიზე? აქამდე გადახვედით? თუ პირველად მიდიხართ ამ სეზონზე? აქამდე რატო ვერ გადახვედით? არ იყო მოწვევა და რა თქვი? ანუ მოწვევას ვერ გიკეთებთ დამსაქმებელი? დამსაქმებელი კი, მაგრამ რა ვიცი.
გეშინოდათ რომ პანდემიის გამო გეშინოდათ, ხო? მადლობა. მოქალაქეები პრინციპში ვისაც ხედავთ რომ შედიან, ამბობენ რომ მათ აქვთ მოსაწვევი, მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ რამდენიმე წუთით, ბათუმელების ლაივში ვართ. მოსაწვევი გაქვთ თუ ისე მიდიხართ? არ გუპასუხა მოქალაქე. მე გეტყვით ოფიციალურ მონაცემებს, რომ საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ნუ ეს დადასტურებული ინფორმაცია და გავრცელდა ეს ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს მიერ 25 მაისს. ანუ საჭიროა PCR ტესტი და უარყოფითი პასუხი უნდა ქონდეს, ბუნებრივია და ლოგიკურია. ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. ანუ ვიდრე გადაკვებს საზღვარს, მანამდე 72 საათი ადრე უნდა ქონდეს გაკეთებული PCR ტესტი და უნდა ქონდეს უარყოფითი პასუხი და თუ გიჩერდებით 3 დღეზე მეტ ხანს, ანუ 72 საათზე უფრო მეტ ხანს გიჩერდებით, ამ შემთხვევაში ისევ იქნება საჭირო PCR ტესტი. ტრაილერებს ხედავთ სარფის საბაჟოსთან, ხოლო მოქალაქეების შესვლელი ისევ თავისუფალი და ცარიელია. მოდით ახლა გამოსასვლელი და მე ვეცდები ასევე დაველაპარაკო სარფის საბაჟოს წარმომადგენელს, ადმინისტრაციას, რომ მივიღოთ უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია თუ რა ხდება, როგორც ხედავთ, სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ გავიგეთ, რომ რეალურად საჭირო არ უნდა იყოს ეს განწყობილება მიღებული აქვს საკოორდინაციო საბჭოს, მაგრამ ეს ნორმატიული აქტი ჯერ კიდევ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა 154-ზე გვითხრეს, რომ რეალურად მოწვევა ისევ საჭიროა, ანუ ამის მოთხოვნის უფლება ისევ აქვს მებაჟეებს და სავალდებულოა, როგორც ეს ჩვენ გვითხრა 154-ის ეს გახლავთ სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს ოპერატორმა მოგვეწოდა ეს ინფორმაცია და მან ასევე გითხრა რომ შესაძლებელია ინდივიდუალურ შემთხვევებში მებაჟეებმა დაართონ ეს ნებართვა, მაგრამ ვერ გითხრა რატომ შეიძლება იყოს და რა შეიძლება იყოს დამოკიდებული ეს ინდივიდუალური შემთხვევები. და ასევე მოვისმინეთ ჩვენ ლაივში, რომ საბაჟოს წარმომადგენელი ეუბნებოდა მოქალაქეებს, რომ რეალურად მათ არ სჭირდებათ მოწვევა. მოგესალმებით, თქვენ დღეს ჩამოხვედით საქართველოში? არა, მე აქაური ვარ. აქაური ხართ, მადლობა. მოგესალმებით. არის უფრო მეტი მგზავრი ეხლა რა ხან გაიხსნა პირველად ვარ ხეს ჩამოვიდეთ პირველად ხეისია გავიკეთებია. ანუ წინა დღეებში არ მუშაობდით თქვენ? ანუ ამ ხაზი არ მუშაობდით თქვენ წინა. და არის დღეს მგზავრები? ჯერ არ ყოფილვარ წასული. პირველად გადიხართ. კარგი ხანდა. რა პრობლემა მაგი არის თქვენ ამას ვაპარაკობთ მთელი საქართველოს? თქვენ დღეს ჩამოხვედით საქართველოში? არა. თუ აქ ცხოვრობთ? თუ როგორ არის? არსად არ წავსულა, სულ ახანება. აქ ცხოვრობთ? დიახ. რა ვითარებაა დღეს? რა შეინიშნება? რახან არის 1 ივნისი და გაიხსნა სარფის საზღვარი. თქვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს, რო გითხრათ? ჯერობით არაფერი პერსპექტივა არ არის. რატო? რატომ არა ვიცი რომ გამოჩნდება და გზაგვიჩვენებს, როგორ ყველაფერს. და რატო ფიქრობთ რომ არ არის პერსპექტივა? ანუ ხო ბევრ ადამიანს სურდა რომ გადასულიყო თურქეთში და ემუშავა. სხვა მიცით ჩემზე უკეთესია. თქვენ როგორ იცით? ანუ რა შემთხვევა რა სჭირდება მოქალაქეს დღეს რომ გადავიდეს თურქეთში? როგორ და კორუფცირებულია, კაროჩე, გადასვლაზე 400-500 ლარი ჭირდება რომ გადავიდეს და გადმოვიდეს საქართველოში. ყველა აქვს საშუალება რომ გადაიხადოს და გადავიდეს. ანუ ვის უხდიან ამ ფულს თქვენ ინფორმაციით? მე ვის უხდიან, კარო. რისთვის უხდიან? მე ხო გამომძიებელი არა. ანუ ტესტებს აყალბებენ, ანუ რაზეა ეს ფული ეს რომ გავაგებინოთ ნორმატივად? აყალბებენ, კაროჩე, ბიუროკრატულად უჯდებიან მაგხელა თანხა რომ გადავიდეს. ანუ ეს ახალი წესების გამო გაჩნდა? არ ვიცი წესები, ვინ ჩამოაყალიბა, რა ჩამოაყალიბა, მე არ ვიცი.
რაში ვიხდით ეს მოქალაქეები რას ყოფიან თქვა რომ მოსაწვევი მიიღონ თუ ტესტების ამბავ ტესტები ასევე საჭირო ანუ ამაში ხდიან თან ხალხ და ვის უხდიან ამ თან არა თქვენ როგორ გაიგეთ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ეგ როგორ გითხრათ დღეს ნაკლებია ესე ხალხი რატოა ესე ბევრს უნდა გადასვლა ხო ან რატო ვარი გაიშმელა წამოა ძალიან ბევრი წამოა ძალიან ბევრი კარგით თქვენი სახელი და გვარი არ გვეუბნებით მადლობა თქვენ რამეს ხარ გვეტყოდით ასევე რას ფიქრობთ თქვენ საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით თქვენ ხარ აპირებთ გადასვლას ან ხარ შემოსულხარ სადა რატო აზრი აღარა სადაა ხალხი არა გავდი ძვირი აზრი აღარა არა ძვირი და გადაგაკეთე ძვირი რა ჯდება ტრანსპორტირება ტრანსპორტირება გაძვირდა ან უფრო ძვირია თურქეთში ანუ რა ღირს ახლა თუ იცით ასეთი არ ვიცი იგივე თქვა ხოფამდე სადაც ხშირად დადიან ხო მოქალაქეები სავაჭროდ ან ტანსაცმლის საყიდლად ან აფთიაქში ტანსაცმლის საყიდლად რამდენად გაძვირდა თქვენ ინფორმაციით ეს მგზავრობა თუ იცით პირველი დღეა ჩვენ მარაკია და აფის შემდეგ რომ მოხვალ ხო არა ხო ამბობთ რომ გაძვირდაო და მოემზადებით ხო ამბობთ რომ გაძვირდაო და რამდენად გაძვირდა უბრალოდ ეგ რომ მითხრათ როგორ გითხრათ ახლა ტყუილი გითხრათ იმასავით პრემიერ-მინისტრები პრემიერ-მინისტრმა რა მოგატყუათ ყველაფერს ტყუილს რა მაგალითად ყველაფერს გუშინ ტყუილს რომ იმა ექსპორტი და იმპორტი გავდე შემოვიდა 48% და იმისოდა კი ეკონომიკა გაიზარდა ეკონომიკური ზრდა გვაქვს 44%-ო ანუ არ არის ამჯერა მაგ კაცს არაფერი რატო არ გჯერათ ან რატო ამჯერა და იმიტომ კარგო რო წევიდა ყოფილიყო თავის ადგილზე და არ მოსულიყო ჯობდა და რატომ არ გჯერათ შეგიძლიათ რა არის გლეხობას რამხელა პრობლემა აქვენ და მათ არ ეციან კაბინეტებში ერთმანეთს რო ჭამენ ვერ ითვენს ადამიანის გული უბრალოდ რა ქვია 10 მილიარდი ფული გააქრეს რა ქვია და გლეხობასთან ჯერ არავით არის დახმარება ხშია ჩაიგიდან მაინც არ მოვსწრებდი არა ვიცი რომ არ მომწონე კაცო ეს მაინც არ მოვსწრებდი და ის მიუხედავად რომ ეს საზღვარი იყო ჩაკეტილი ადამიანები ბევრი საკმაოდ მაინც გადადიოდა ხო თურქეთში რომ ეკრიფა ჩაი და მოევლო ბაღების ვერ გადადიოდა ვერ გადადიოდა ბევრი თქვენას ეს ხო აი ათე თუ გადავალ ნახე რო გიჩვენებს ყველა ანუ იქნება დიდი ნაკადი თქვენ ამის მოლოდინი გაქვთ ვისაც აქვს სურვილი თუ თურქეთში მუშაობა მე გეუბნები მე ვერ გეტყვი რა ქვია რომ გადავა არ გადავა კაცი როგორ ვისაც ფული აქვს მაინც გადავა ვისაც არა აქვს ვერ გადავა ვისაც ფული აქვს ის გადავა თუ პირიქით ვისაც არ აქვს ფული და სამუშაოს ეძებს რო სეზონურად იმუშაოს თქვენ რას ფიქრობთ როგორ გონიათ რა იქ გადავა და შეულობს ისე უკან მოდის ანუ რა კუთხით არის გაჭირება თქვენ რას არ არის საშუალება არ იყო რა არა გაჭირება არა საშუალება თქვენ აღნიშნეთ წაღად რომ გაძვირდაო თურქეთშიც გადასვლაო და რა გაძვირდა კონკრეტულად გაძვირდა ყველაფერი ხალხი ვიდეო და რაღაცა მქონდა 2 კაპიკი აკეთებდა იმაზე ან თხილის კრეფა ჩაის კრეფა მოლა ოჯახების ეგ ვიდეო და მოზრაოდე ნახევარზე მეტი უმუშევარი იყო დიახ იქ ახლა რა გაძვირდა რა გართულდა იგივე PCR ტესტის გაკეთება ჭირდება ზოგადად რას გულისხმობ 18 მილიონი აგერის ვისპირა შეჭამა ღარიბაშვილმა ერთ წელიწადზე მოაგვარებო რა ქვია და მიდი გაიარე და ნახე მოგვარებული არის თუ არა და იმის თამიყევით მიხვდები რა ანუ რა პროექტია კონკრეტულად აი ეს მის გამაგრების პროექტი რა ქვია მიდი საჩაყარეს 18 მილიონი ანუ ვერ იმუშავა პლაჟის გამაგრება თქვენ ამას ამბობთ ხო ვერ იმუშავა კი არა არ დაასრულეს ეს ხახარეს დაასრულეს გახარდეს 18 მილიარდი ფული რა ქვია და всё დამთავრდა ანუ თქვენ აიარე და დააკვირდი რა კი დავინტერესებით ამ პროექტს თუ ზოგადად გაინტერესებს ეს 1 ივნისის ამბავი რახან საზღვარი გაიხსნა მადლობა რომ გაგვისხმეს რა ქვია და შემდეგში ალბათ რაღაც ანუ თქვენ გაძვირებაში გულისხმობთ იმას რომ PCR ტესტი ჯდება ფული ასევე მოსაწვევის გაკეთება ჯდება ფული იმიტომ რომ გამოწვევა ჭირდება ნოტარიულად და ასე შემდეგ ანუ ერთად არ დამждდომია მაგრამ სხვა ვისაც უჯდება აი გავსწრებები არიან და იმათ შეეკითხო უფრო უკეთეს თქვენ იყავით თურქეთში ამ პანდემიის პირობებში არ რატომ აღარ ყოფილ ხარ მანამდე დადიოდით აქტიურად ანუ მას შემდეგ რა ჩაიკეტა ეს საზღვარი 15 მარტს ჩაიკეტა ანუ მას შემდეგ აღარ წასულ ხარ თურქეთში ბოლო იყო 15 მარტი
და ხო იყო ამის საშუალება, ანუ მთავრობა ამბობდა რომ ჩვენ მივცემთ ამის საშუალებას ადამიანებს, ვისაც ამის სურვილი აქვს. დავსულიყავით, ჩვენი ძმა, ავატყოფი ხალხი დავსულიყავით, მუშაობა არ შეგვიძლია და იქ უნდა არა, მუშაობდი ეს ბატონიაუს და ამიტომ ეკითხები. არ მუშაობდა, რას მუშაობა, ამასაც არ შეუძლია. აღარ მივიდა, საუბრად წევიდები, ახლა წევიდა და იქ დავდგე იქ ხო, მაგრამ იქ არა. ანუ მუშაობა აღარ შეგეძლოთ, ანუ საზღვრის პრობლემა არ იყო აქ, ხო, რომ საზღვარი ჩაკეტილი იყო. ახლა ვიწყო საშუალება იყო და ვიდეოდა, ვიწერა ის ჩაკეტილი რა იყო. დადიოდი ხა ვიდეო და მოწვევი. და საშუალებაში გულისხმობთ იმას, რომ PCR ტესტის ფული გჭირდებოდა. აღარ დავინტერესებული ვარ, აღარ დავსულოვარ. ანუ ახლა ჩაკეტილი იყო, აღარ გადახდეთ უბრალოდ ეს. არა, ეგრე ხო არა, რა ქვია რომ ადექი და წადი და ხო არ გელოდება სამუშაო იქანე რა ქვია რა. ხო არ გელოდება, იქა მოძებნა უნდა, ძებნა უნდა, ფინანსა რა ქვია, ეგეთი არა. ხო. კარგეთ, მადლობა. აი ასეთი მოცემულობა ამ დროისთვის სარფის საბაჟოზე. დღეს 1 ივნისს გაიხსნა სარფის საბაჟო პუნქტი. თუმცა ამ დროისთვის ისევ არ არის დაზუსტებული და გარკვეული სჭირდებათ თუ არა მოქალაქეებს მოწვევა თუ კი ისინი გადაწყვეტენ თურქეთში გადასვლას. ჩვენ ვესაუბრეთ 154 საკოორდინაციო საბჭოა, საიდანაც დაკავშირდნენ გვითხრეს, რომ რეალურად მოწვევის შესახებ მოთხოვნა ისევ ძალაშია და ისევ დაგჭირდებათ მოწვევა თუ კი გადაწყვეტ თურქეთში გადასვლას. და არ მიუღიათ არანაირი სამართლებრივი აქტიო, როგორც ეს გითხრა საკოორდინაციო საბჭოს ცხელი ხაზის ოპერატორმა, თუმცა თავად საბაჟოს თანამშრომლები ეუბნებიან მოქალაქეებს და ესე ჩვენ მოვისმენთ ამ Facebook Live-ში, რომ რეალურად მათ არ დასჭირდებათ მოსაწვევი, როცა ისინი თურქეთში გადადიან. შესაბამისად, ცოტა გაურკვეველი ინფორმაცია, ჩვენ დაურეკეთ ასევე შემოსავლების სამსახურის პრეს-ცენტრს, რომ მიგვეღო უფრო დეტალური ინფორმაცია და ასევე ნებართვა, რომ შევსულიყავით თავად საბაჟოს ტერიტორიაზე და გავსაუბრებოდით საბაჟოს ადმინისტრაციას, თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ. დაახლოებით 1 საათის წინ ვიმართებთ ჩვენ შემოსავლების სამსახურის პრეს-სამსახურს. ეს არის შესაძლებელი სივრცე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მიიღეთ რამე ინფორმაცია გვაქვს თუ არა უფლება, რომ გადავიღოთ ეს ტერიტორია, გავისაუბროთ ადმინისტრაციას. ვეღარ უკავშირდები, მე უკვე ლაივში ვარ და დაახლოებით 1 საათის წინ მიმართეთ პრეს-ცენტრს. მაგრამ არ თქვენ უნდა მიიღოთ ნებართვა და ანუ ადმინისტრაციას რო გაგვასაუბროთ, ვინმეს დირექტორის ან მოადგილეს შეგიძლიათ? მან ვითხრა რომ მიმართეთ პრეს-ცენტრსო, მიმართეთ პრეს-ცენტრს, უკვე მეორედ, მაგრამ გავიდე 1 საათი და იქნებ და თქვენ რო სთხოვოთ თუ შეგიძლიათ დირექტორს ან ვინმეს, რომელიც ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირია. კი, და მან ვითხრა ვერ დაგალაპარაკებით პრეს-სამსახურის, პრეს-სამსახური ხო ბარიერი არ უნდა იყოს. პირდაპირ დაგვეხმარეს, მაგრამ ვერ დაგეხმარა პრეს-სამსახური, ფაქტობრივი მოცემულობაა და ამიტომ თუ კი მოქალაქეებს ვცემთ პატივს, რომ მათ მიიღონ უფრო ზუსტი და დამაჯერებელი ინფორმაცია, იქნებ დავალაპარაკოთ მათ, ანუ ვინმეს გაგვასაუბროთ, ვინც მიაწვდის მოქალაქეებს ზუსტ ინფორმაციას. რა ჩვენ მოქალაქეებს თუ ვეთქვით კი ბატონო ეს მარტივია რომ უთხრათ, რომ ისიც და პრეს-სამსახურმა ვერ დაგვეხმარა, მაგრამ ეს რას აძლევს მოქალაქეს, გარდა იმისა, რომ პრეს-სამსახური არ მუშაობს, ან ცუდად მუშაობს. რა უნდა გავაკეთო მეტი მითხარით? და 1 საათის წინ მიმართე და ხე მეტი რა გავაკეთო? ანუ შეგიძლია თქვენ რომ მიმართოთ ხელმძღვანელობას, რომ დაელაპარაკოთ. დაგელოდებით ხო რამოდენიმე წუთი თუ გამოვლენ, იქნებ კომენტარი გააკეთონ. მადლობა. ეს სარფის საბაჟოა, გამოსასვლელი პუნქტი. სადაც ჩვენ ახლა ვთხოვეთ ოფიცერს რომ დაგვეკავშიროს რომელიმეს ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ვინც მოგვეწვდეს უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე რის გარკვევა ჩვენ ახლა ადგილზე მოვახერხეთ, რომ მივიღოთ უფრო მეტი და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სჭირდება კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეს იმისთვის რომ მან გადაკვეთოს საქართველოს-თურქეთის საზღვარი და შევიდეს თურქეთში. დღეს 1 ივნისია და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გაიხსნა სახმელეთო საზღვრები, მათ შორის თურქეთის მიმართულებით.
ეს გადაწყვეტილება მთავრობა მიიღო 25 მაისს და 25 მაისსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ დაგჭირდებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და ეს ტესტი იყო ჩატარებული საზღვრის კვეთამდე 72 საათით უფრო ადრე. ხოლო თუ კი დარჩებით თურქეთში 72 საათზე უფრო მეტი ხნის განმავლობაში, ამ შემთხვევაში თქვენ დამატებით დაგჭირდებათ PCR ტესტი, რომ დაბრუნდეთ საქართველოში. მეტი დეტალები ცნობილი ამ დროისთვის არ არის. ეხლა ვესაუბრე და რა ვარც გადმოგვირეკავეთ რომ თავგადანდა. კარგით. რა ვარც გადმოგვირეკავეთ ჩვენ რომ მე გაცნობთ და მაშინ შემოგზავნეთ გადაიღეთ ანარჩია. კარგით, მადლობა. ასეთ პასუხი მივიღეთ შემოსავლების სამსახურის ოფიცრისგან. ჩვენ დაახლოებით 1 საათის წინ მიმართეთ შემოსავლების სამსახურის პრეს-ცენტრს, რომ მიგვიღო ნებართვა, რომ გადაგვიღო სიტუაცია, რას მდგომარეობაა სარფის საბაჟოზე და ასევე გავსაუბრებოდით საბაჟოს ადმინისტრაციას, რომ მიგვიღო ზუსტად დეტალური ინფორმაცია მის შესახებ თუ რა სჭირდებათ მოქალაქეებს დღევანდელი მონაცემებით, აიმისოთ, რომ ისინი წავიდნენ თურქეთში. სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება, ჩვენ მოვისმინეთ თავად ჩვენს Facebook Live-ში, თუ გვადევნებდით თვალს, რომ საბაჟოს წარმომადგენლები ეუბნებოდნენ მოქალაქეებს, რომ მათ არ სჭირდებათ მოსაწვევი, თუ კი ისინი დღეს წავლენ თურქეთში, ეს მოსაწვევი მათ არ სჭირდება და თავად მოქალაქეებს ვესაუბრეთ, ვინც ეს დაგვიდასწრო, რომ გვითხრაოს საბაჟოს წარმომადგენელმა, რომ მათ აღარ დასჭირდებათ მოსაწვევი, მაგრამ თავად მთავრობის საკოორდინაციო საბჭო 154-ში გვითხრეს, რომ რეალურად მოსაწვევი ისევ საჭიროა და ამ კუთხით რაიმე ახალი განწყობილება ჯერჯერობით მთავრობას არ მიუღია. მოგესალმებით. ბათუმელების ლაივში ვართ. არის უფრო მეტი ხალხი დღეისთვის ვიდრე აქამდე. შედარებით კი როგორც იყო, იმასთან შედარებით 50-70%-ით მინიმუმ მოიმატა. თუ დღეში ამ დროისთვის გადმოვიდოდა მაგალითად 3-4 მდგომარეობით, ანუ გაიზარდა მოძრაობა. მაგრამ მაინც მცირეა ხო მგზავრების და რატოა ესე? შესაძლებლობები მაინც ბოლომდე არ არის ალბათ მოხსნილი და შესაბამისი შესაძლებლობების ფონზე შესაბამისად ის გაუქმება მაინც ვერ გამოდის. თქვენ ხომ არ გიცდიათ გადასვლა დღეს ან მანამდე წინა პერიოდში პანდემიის პერიოდში? 2019 წლის შემოდგომის შემდეგ გაზაფხულიდან 2020-დან არ ვიცდია გასვლა და კარგით, მადლობა. ეს სავალუტო ჯიხურია. ეხლა დღეს გამოვედით, ეს გავხსენეთ და კურსების შესაძლებლობა. ანუ მანამდე არ მუშაობდით, ხო? მანამდე, რადგან დაკეტილი იყო ხალხი. ანუ რა პერიოდი არ მუშაობდით დაახლოებით? წელიწადი შეიძლება მეტი. ანუ 15 მარტს ჩაიკეტა გასულ წელს თურქეთის საზღვარი. ჩაკეტილად ვითვლებით, რადგან კანონმდებლობით ჰქონდა უფლება მუშაობის, უბრალოდ არ მუშაობდით, რადგან არ იყო ხალხი და რაოდენობა და აზრი არ ჰქონდა ქირის გადახდას, სადაც ვერ შეეძლებდით. ეს ალბათ თქვენი შემოსავლის წყაროც იყო, ხო, ეს სავალუტო ჯიხური და როგორ ირჩენით ახლა თავს, ანუ რა იყო თქვენი შემოსავლის წყარო? დანარჩენი დამატებით საქმიანობა ალბათ ტაქსაობა, რაღაცა სოფლის მეურნეობა და ეგეთი საქმიანობა. გაქვთ სოფელი? სად? ხელვაჩავრის რაიონში. რომელი სოფელია? ხილნარი. ხილნარი. და ეხლა ამ პანდემიის პერიოდში უფრო მეტად დაამუშავეთ, თქვა იგივე მიწის ნაკვეთი, რაც თქვენ გაქვთ. ვამუშავებდი, შეიძლება ჩემი ტერიტორიის ნახევარს ვამუშავებდი, ჩემი საქმიდან გამომდინარე, რადგან არ მეცალა, თავისუფალი რო ვიყავი, შესაბამისად მთელი სოფლის ტერიტორია ავითვისე დასამუშავებლად. ანუ რა დარგით ახლა? რავი, სოფლის მეურნეობაში ყოველდღიურად რასაც მოიყვან ეც. ანუ ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურა. ბაღჩეული და ციტრუსი და რაღაც. გაყიდეთ შემდეგ მოსწავლე მოწავა. რა თქმა უნდა, დასავალი ციტრუსი საბოლოოდ, მაგრამ იმდენით რამდენად შეცვალა ახლა პანდემიამ თქვენი ცხოვრება? პირად შენი ცხოვრება, როგორც ერთი მოქალაქის. ჯიბეზე შესაბამისად, შემოსავალი ნაკლები იყო. თქვენ ცხოვრი გაქვთ ბანკის ვალი? ბანკის ვალი დღეს ყველას აქვს. ბანკის ვალი გაქვთ, ხო? გადავადებების გაკეთებაც მომეწდა და რაღაც. და რო გადავადეთ, შემდეგ დაგემატათ პროცენტი უფრო მეტი.
ნუ დაგვემატა, მაგრამ ძალიან ისეთი ზოგს უფრო მეტი დაემატა, ზოგს ნაკლები ალბათ თან. ანუ მაინც შეღავათი იყო, ხო თქვენ? მაინც შეღავათი იმ საკითხით, რომ მაინც ვერ ვიხდიდი და შესაბამისად შეღავათი ეგეთი. ხო. კომპენსაცია მიიღეთ, ეს რაც იყო მინიმალური მთავრობისგან დადგენილი, როგორც დასაქმებულმა ადამიანმა მიიღეთ ეს შემოსავალი. მინიმალური 100 ლარიანი შემოსავალი მიიღე სამთვისგან. 3 თვე, ხო? მეტი არაფერი. დიდი არაფერი, ხარიტონ სხვა ძირითადად ოფიციალურად დარეგისტრირების მოგან ხარიტა. ოჯახის წევრი ერთ-ერთი იყო იმან მიიღო 600 ლარიანი დახმარება და რით ირჩენით ახლა თავს, ანუ რა იყო, როგორ მოახერხეთ აი აქამდე ვიდრე არ მუშაობდით. ანუ ეს იყო ძირითადად სოფლის მეურნეობა, რაც აღნიშნე. საკუთარი ავტომობილით ტაქსაობდით და ეგეთი რაღაცა. ანუ შესაბამისად სადაც მეუღლე მუშაობდა ის სამსახურიც დაიკეტა, მაგრამ სხვა სამსახური იყო მაღაზიის თანამშრომლისა და ის ხელფასი და ეს ანაზღაურებები არ იყო, რაც ადრე იყო, მაგრამ თავს ვირჩენით ესე. აქ აშკარად გამოსაცვლელი გაქვთ უკვე, ხო ის ციფრები, ძველი დილით და დევანდელი კურსი არის 325-მდე და 325-ია ახლა უკვე დოლარის კურსი ლართან მიმართებაში, ხო? 325, ნუ საშუალოდ ეროვნული კურსი პლუს მინუს 1 ლარით იქნება ალბათ. რას ფიქრობთ ისე ამაზე? პრინციპში ბოლო პერიოდში შემცირდა, ხო? ცოტათი გამყარდა ლარი დოლართან მიმართებაში. ეს რა მოლოდინს გიჩენთ თქვენ როგორც ვალუტის ჭიქურში მუშაობთ? მოლოდინი ერთი იქნება უკეთესი ამ ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით, რადგან მთელი საქართველოში დამოკიდებული არის საზღვარგარეთ პროდუქციის შემოტანას და რაც უფრო იაფი იქნება დოლარი, ალბათ საქონელი ყველაფერი გაიაფება შესაბამისად დაიწყება. ანუ გააქვთ გაიაფების მოლოდინი? რავი, ერთის წყალობით პრეზიდენტის და ხალხის დახმარებით შესაძლებელია გამოსწორება. აქ ეს სხვა მაღაზიებიც და სავაჭრო ობიექტები, ესენი მუშაობდნენ აქ ამ თუ დღეს გაიხსნენ? 90% დაკეტილი იყო, უბრალოდ 7-8 სამარკეტო ობიექტიდან მუშაობდა ხან ერთი, ხან ორი მარკეტი, ძირითადად სოფელში ემსახურებოდა და რაღაც ეგეთი. იმიტომ საბაჟოზე მიმოსვლა ცოტათი ამ გაზაფხულიდან დაიწყო ცოტა და ეხლა ალბათ გახსნის შემდეგ შედარებით მიმართოს. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? ზვიად დუმბაძე. ზვიად დუმბაძე, მადლობა ზვიად. ეს მოქალაქე იყო, რომელიც სავაჭრო ჯიხურში მუშაობს სარფის საბაჟო გამოშვებ პუნქტზე და ის მოგვიყვა, რომ პრინციპში გასული წლის 15 მარტის შემდეგ, როცა სარფის საბაჟო ჩაიკეტა, მას შემდეგ აღარ უმუშავია და დღეს გამოვიდა პირველად სამუშაოდ და მოლოდინი აქვს, რომ გზავრებიც გამოჩნდებიან ჯერჯერობით ცარიელს ხედავთ თქვენ შესასვლელსაც და გამოსასვლელსაც, მაგრამ ბუნებრივია მოლოდინი არსებობს, რომ გამოჩნდებიან გზავრები, რადგანაც ბევრის კითხვა იყო, რომ როდის წავიდოდა თურქეთში უფრო მარტივად ვიდრე პანდემიის პირობებში, როცა სპეციალური ნებართვები მათ სჭირდებოდა და მოწყობილობები იმისთვის, რომ თურქეთში ემუშავათ, მათ შორის ჩაის სეზონზე, რომელიც ეხლა უკვე დაწყებულია თურქეთში. ბოლო ინფორმაციით, საპატრონო პოლიციის ინფორმაციით, საჰაერო გზით დღესვე შეიძლება მოსაწვევის გარეშე წასვლა, ან მოწვევა არ დაგჭირდება თუკი თვითმფრინავით წაყვათ თურქეთში, ხოლო სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით ოფიციალური განკარგულება ჯერ კიდევ არ არის და ამიტომ სარფში საზღვრის კვეთისთვის ამ ეტაპზე მოსაწვევი ისევ სავალდებულოა, როგორც გამოდის, თუმცა ფაქტია, რომ არის გაურკვეველი ინფორმაცია, იმიტომ რომ საბაჟო წარმომადგენლები მიმართავდნენ მოქალაქეებს, ჩვენ ეს დიალოგი მოვისმინეთ, რომ მათ რეალურად მოსაწვევი აღარ სჭირდებათ, აღარ დასჭირდებათ მოსაწვევი დღეიდან, ხოლო 154 აქვს სხვა მონაცემები. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვარ. თქვენ შემოყვებით თურქეთიდან, ხო? დაგჭირდათ რამე სპეციალური ნებართვა, ან საჭიროება, როგორი იყო, რომ აგულწერეთ პროცედურა? PCR ტესტი როდის ჩაიტარეთ? ისე შემოყვებით? სახში იზოლაცია ბადრე. როგორ? ბადრე, სახში იზოლირებული. ვაგოთ უნდა იყოს სახში იზოლირებული, ხო? რამდენი ხანი არ ყოფილიყარ საქართველოში? და თბილისში რომელიც საათზე ვიქნები? 3 საათზე მივდივარ, 9 საათზე ვიქნები.
თქვენ თურქეთიდან ჩამოგზავნით ქალბატონო? რამდენი ხანი არ ყოფილიყავთ საქართველოში? მე გადავედი 19 მარტს აქედან. ეს გასული წლის 19 მარტს. აი ახლა 19 მარტს გადავედი და უკან უბრუნდები ახლა. აჰა. შეიცვალა თქვენთვის რა მე ამ იმოსვლის კუთხით თუ ის როგორც ადრე ისე დაბრუნდა. გადავედი იგივე სიტუაცია ჩემთვის. მაგრამ მოწვევა ქონათ ალბათ ხო როცა წახვედით 19 მარტს? არა, თურმა ვიზას რო ეძახიან. ბინადრობის უფლება მაქვს ორწლიანი. ბინადრობის უფლება გააქვთ. ბინადრობის ორწლიანი ბინადრობა. ეხლა რას ფიქრობ, რამდენად შეიცვლება ეს სურათი 1 ივნისიდან? არ ვიცი, ეს მთავრობაზეა დამოკიდებული ჩემთვის. რა არის საჭირო თქვენ რას ფიქრობთ, რომ აი უფრო გაუმარტივებთ მოქალაქეებს მიმოსვლა საქართველოს თურქეთს შორის? თქვენ რა ფიქრობთ როგორც მოქალაქე? ძალიან სულია. 72 საათიანი არის მოწვევა. მე მაგალითად კახეთში ვცხოვრობ. დღეს რომ დილას რომ გავაკეთებ, მეორე დილას არის პასუხი. 20 კომენდანტის საათი იყო. აი ეს კომენდანტის საათი აიღონ რომ თავისუფლად შეძლონ, როგორც აიღებენ იმ ტესტის პასუხს, მაშინვე შეძლონ წასვლა. კომენდანტის საათი არის პრობლემა. მოანშორონ რაში არის საჭირო. კახეთში მე რომ ვცხოვრობ, იმისთანაც სიცხეა, თუ დილით არ გავიდა სამუშაოდ ადამიანი 4 საათზე. ვერ იმუშავებს. ეხლა 9 საათი 5 საათის მერე რომ გავა 2 საათი გზა უნდა და სიცხეში იმუშავებს ადამიანი შეძლებს ვერ შეძლებს. ანუ ძალიან ცხელა და შემდეგ გვეჭიროს მუშაობა, ხო? კომენდანტის საათი მოაშორონ აიღო, რაში სჭირდებათ არ ვიცი. იქ თურქეთში რაზე მუშაობდით ეხლა თქვენ? არაფერზე არ მუშაობდი. მოვლენ. ხო, ნუ ეს მუშაობაა, რა თქმა უნდა. და რამდენად შეიცვალა იგივე თქვენი ცხოვრება პანდემიის შემდეგ? აი მას შემდეგ რაც პანდემია გამოცხადდა გასული წლის მარტიდან საზღვრები ჩაიკეტა. რა კუთხით გართულდა და შეიცვალა იგივე ფინანსური მდგომარეობა, მუშაობა, მიმოსვლა? შეგვაწუხა კორონამ შეგვაწუხა. აი ეს არის ყველაზე რთული. ვინც იცის ჟანგბაცავს, სუნთქავ და ნახშირო ჟანგს ამოვისუნთქავ. აი ახლა ეს რომ აქ მიფარებული და დაკეტილი მაქვს. რასაც სუნთქავ? ჟანგბადი შედი ის შიგა. ჩემი ამონასუნთქი ნახშირო ჟანგი ისევ ფილტვებში ჩადის. აი ეს არის პრობლემა. კიდე რამ შეგაწუხათ ამ პანდემიის პირობებში? რა ვიცი, არაფერმა გაჭირვება ყველგან არის. ან თქვენ პერიოდულად მანამდე ჩამოდიოდით საქართველოში და მე ისევ ბრუნდებოდით უკან, ხო? და ეხლაც იგივეა პრინციპში თქვენთვის არაფერი შეცვლა. თქვენი ანაზღაურებაც იგივე დარჩა, რა ხან პანდემია არის? არანაირი დახმარება მისახავს. აი კაც. ხო, იქ რომ ქალაქში მუშაობთ. ტრაპიზონის ილი არის, ოფის ილჩე, სოფელი არის ერენქო იქ. ეხლა რამდენი დღე გაჩერდებით საქართველოში და რამდენი ხანში დაბრუნდებით უკან? არ ვიცი, ეგ ჩემ შვილებზეა დამოკიდებული. ბრუნდებით კახეთში? კახეთში. თქვენი სახელი და გვარი? ვიღან იმ გოგომ ჩაიწერა ქეთევანი უსტიაშვილი, კახეთში ბრუნდები. ქეთევანი უსტიაშვილი, მადლობა. არაფერი. არ ვიცი, მე ძალიან რთულია. მოქალაქე, რომელიც დღეს დაბრუნდა თურქეთიდან, დაბრუნდება კახეთში, ის მუშაობს თურქეთში მომულელად, როგორც თავად გითხრა. ასე ვგიტყვეს აქ დასაქმებულმა ადამიანებმა, რომ ეს მაღაზიები, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, მათი უმრავლესობა დღეს გაიხსნა და იყო ჩაკეტილი. ეხლა ხანს გავრცელდა ინფორმაცია თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, თურქეთში შესვლა მოსაწვევის გარეშეა შესაძლებელი, მათ შორის სახმელეთო საზღვარზეც. თუმცა გაურკვეველი რატომ ავრცელებს მაშინ ინფორმაციას 144 მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელი ხაზი, რომ რეალურად მოსაწვევი გვჭირდება მოქალაქეებს, თუკი დაგვჭირდება და თუკი გადაწყვეტს თურქეთში წასვლას. მაგრამ ეხლა ხანს გავრცელდა, როგორც უკვე გითხარით და გავიმეორებ, ვინც ახლა შემოვიდა ლაივს, რომ საქართველოს ელჩის ინფორმაციით თურქეთში შესვლა მოსაწვევის გარეშეა შესაძლებელი. მე საბაჟოდან ჯერ კიდევ არავინ შეგვიხმიანა, რომ დავაზუსტოთ რეალურად რა გვჭირდება საიმისოდ, რომ თურქეთში წავიდეთ. მოგესალმებით. თქვენ აქ მუშაობთ? ადრეც მუშაობდით თუ დღეს გაიხსნა ეს მაღაზია? არა, მე არ დამიტოვებდი აქ. არ დაგიტოვებდი. არ შევხვდი ასე, პირბადი არ მაქვს, პატეთ დავიშვი. კარგი და როგორი მუშაობა იყო პანდემიის პირობებში? არ იყო მუშაობა. უბრალოდ ვარსებობ. ან რამდენი ადამიანი შემოდიოდა დაახლოებით დღის განმავლობაში? თუ ადგილობრივები ვინც აქ ცხოვრობენ, მათთვის იყო? მე ბაშები ან ბათუმი მე ბათუმი. კი, ლაივში ვართ.
Facebook live-ში. ეხლა რა მოლოდინი გაქვთ ეს გითხარით, რახან უკვე გაიხსნა სახმელეთო საზღვარი. თუმცა დღეს ხალხი ნაკლებად ჩანს. დღეს ხალხი ნაკლებია და რატომ არის ნაკლები? თქვენ რაც ფიქრობთ? ნაკლებია დღეს? თქვენ თავში უნდა გენახათ, ანუ არა. ანუ დილით იყო ხალხი უფრო მეტი. მე ვიან მოვედი, მაგრამ ანუ ადრე აი როგორ იქნა საკმანთან არის და აძე. აჰა. რამდენიმე თვე და ახლა მარშრუტები და თბილისის მარშრუტკაც ვართ. ანუ ახმაურდა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, ხო? ანუ არა, მე ბაც მახსოვს ყოველთვის მინახავს ბევრი და დიდი რიგი შესაძლოთან. სადაც რიგი იყო და ეხლა არა თუ რიგი, არამედ ცარიელია, ახლაც რომ უყურებ, არის ცარიელია შესაძლებელი. კი, არც უნდა გაუკვირდეს არავის ჯერჯერობით, ალბათ რაღაც გამოწვევა მდგომარეობა. რაზე იქნება ეს დამოკიდებული, თქვენ რას ფიქრობთ სიტუაციის გამოსწორება? რაზე? და ხალხმაც უნდა მიხედოს, იცით აი ყველაფერს, ელემენტარულად სიტყვებიდან მოყოლება ყველაფერს რა. აი, დავიცი და როგორ ახლა მე მაგათი ვიბარჩა და დადაშაულია მაგრამ. ნუ რამდენჯერმე ეს აღნიშნეთ და გონი გაწუხებთ ეს მომენტი და მერე უკვე რამდენჯერმე აი ვიცი როგორი თემა, აი პირველი თუ ადამიანი შემოდის, არც მესმის რა უნდა. ხანდახან ბევრი მოიძრე და მითხარი რა უნდა. ხომით არ რა ვიცი, მაგრამ ალბათ აქ თქვენს გარდა კიდე რამდენი მაღაზია მუშაობდა თქვენს ირგვლივ ამ პანდემიის პირობებში? არა. არავინ არ მუშაობდა, მათ თქვენ იყავით? არა, უკან მუშაობდა კიდე, ნუ არ ჩასაკიდა. ნუ სოფლის მაღაზია, სოფლის მუშაობდა. სოფლის პროდუქტები, ხო? ხო. და სხვა არავინ არც კაფე, ბარი, არაფერი არ მუშაობდა. არა, არანაირად. არაფერი არ მუშაობდა, გონი დღეს უნდა გაიხსნას როგორც სოფლსაც. გარს, მე გონი დღეს უნდა გაიხსნას. დღეს 1 ივნისია. ხა. ზაფხული დაიწყო. მადლობა, დიდი მადლობა. მოქალაქე, რომელმაც გითხრა, რომ არ შეუწყვეტია მუშაობა პანდემიის პირობებშიც და იყო აქ და გითხრა, რომ რეალურად პანდემიის დროს ყველა მაღაზია იყო დაკეტილი, ასევე სავაჭრო ჯიხურები. ჩვენ ახლა ვხედავთ, რამდენიმე სავაჭრო ჯიხური ახლა ემზადება, რომ შეხვდეს შესაბამის სამუშაო გარემოთი ზაფხულს, როგორც ცნობილია, დღეს 1 ივნისია და ვისაც არ აქვს ეს ინფორმაცია, ახლა შემოვიერთეთ ჩვენს ლაივს, შეგახსენებთ, რომ დღეს გახსნა საქართველოს სახმელეთო საზღვრები, მათ შორის თურქეთთან. ეს საკმაოდ ბევრი მანქანა შენიშნება გვარდოს და ეს გითხრა კიდევაც მოვაჭრեմ, რომ სრულად ცარიელი იყო ეს ადგილიო. მოკლედ მე გეტყვით აქ რომ დაზუსტდა მონაცემები და რეალურად სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს, ანუ სარფის საბაჟოს გადასვლის მომენტში თქვენ არ დაგჭირდებათ მოსაწვევი. და მოსაწვევის გარეშე შეძლებთ თურქეთში გადასვლას. კაფეებიც უკვე გაიხსნა. ადამიანები არ ჩანან, მაგრამ კაფეები უკვე მზად არიან სტუმრების მისაღებად. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვართ, მოკლედ ვეგუთხრათ. თქვენ დღეს მუშაობთ თუ და მანამდე არ მუშაობდით? რამდენი ხანი მოგიწიეთ დასვენება? ლაივში ვართ უკაცრავად. რამდენი ხანი არ მუშაობთ, ეგრე გითხრათ უბრალოდ. რამდენი ხანი მოგიწიათ შესვენება და როგორ აისახა თქვენზე ეს პანდემია? კარგით. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვართ. თქვენ რამდენი ხანი არ მუშაობდით? მაღაზიებში? ეს თქვენი ობიექტი რამდენი ხანი არ მუშაობდა? ჩვენ ახლა დავიწყეთ. რამდენი ხანი მოგიწიათ შესვენება? ეს ერთი კვები. ან 15 მარტს რო გასულ წელს ჩაიკეტა საზღვარი, თქვენც უკვე შეეჩერეთ მუშაობა, ხო? და როგორ აისახა ეს თქვენს ცხოვრებაზე? დავეშვით ნულზე. ან რას გულისხმობს ეს კონკრეტულად ნულზე დაშვება? არის ყველანაირ ეკონომიკურად ყველანაირ გაგვიჭირდა. რით ირჩევით თავს ამ პერიოდში საინტერესოა? მეუღლე. ის სად მუშაობდა თქვენი მეუღლე?
მოძრავი ბაზარი. ანუ სოფლის პროდუქტებს დაატარებს სხვადასხვა ადგილზე, ხო? ბანგისვალი გქონდა თქვენს? ნუ ყველას ბანგისვალია. 300,000. როგორ იხდიდით ამ ვალს თუ გადაავადებინეთ? რამდენი მოგემატათ შემდეგ ოკეი თანხა? არ რამდენი მოგემატათ გადასახდელი იმის გამო რომ გადაგივადეს სესხლის გადახდა? რამდენი შევიტანეთ და პროცესისა და და გიჭირდათ ანუ თქვენ მხოლოდ თქვენს მეუღლეზე იყავით დამოკიდებული, ხო? თქვენ უკვე ფაქტობრივად ვეღარ ამუშავებთ ამ მაღაზიას. იყავით სახლში. და როგორ შეიცვალა ამ დროს თქვენი ცხოვრება? როგორი გახდა? ანუ როგორი გახდა პანდემიის დროს თქვენი ცხოვრება, როცა იყავით უმუშევარი? რა ვიცი, ვიჯექით სახლში, მუშაობდით ბაღჩაში, აერზეზე ვიდოდით და ცდილობდით რომ გაგვეტანოთ და ზედმეტი გქონება ასა გამოვედით და კარგით, ბოდიში. გვირკავენ შემოსავლების სამსახურის პრეზიდენტ მოდით უპასუხოთ ამ სატელეფონო წარსაც. მოგეცოთ კაიტიშა. დღეს ყავდათ უკვე მომხმარებელი, იყო მოსული ადამიანები? დიახ. დიახ, რა გაირკვა? ხოჭი ჩვენ ახლა ლაივში ვართ და ლაივიდან გესაუბრებით და უბრალოდ ცოტა უფრო ოპერატიულად რომ მოხერხდეს ან გადაღება და შესვლა ადგილზე, თან ასე გასაუბრება ადმინისტრაციასთან რომ მივიღოთ შესაბამისი პასუხები რა სჭირდება დღეს მოქალაქეს ამის რომ გადავიდეს თურქეთში. ხო ეს ინფორმაცია რომ მივიღოთ უფრო დეტალურად. კი გავიგეთ ჩვენ ამასობაში რომ რეალურად დაზუსტდა და არ ჭირდება მოსაწვევი საქართველოს მოქალაქეს ვინც თურქეთში მიდის, მაგრამ თუ რაიმე დამეტებით ინფორმაციას მოგვეწვის საბაჟოს ადმინისტრაცია, ეგ იქნებოდა კარგი. კარგით, მადლობა. ეს შემოსავლების სამსახურის პრეს-ცენტრი იყო, რომელსაც დაახლოებით 1 საათზე მეტი ხნის წინ მიმართეთ, რომ გადაგვიღო სარფის საბაჟოს შიგნით რა მოცემულობა არის და ასე მიგვიღო დეტალური ინფორმაცია თავად ადმინისტრაციისგან. კაპიტან, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? რა სჭირდება დღეს საქართველოს მოქალაქეს რომ გადავიდეს თურქეთში? თქვენ როგორ იცით? ტესტი, ხო, PCR ტესტი. და მომხმარებლების მდგომარეობა როგორია? გამოჩნდნენ დღეს მომხმარებლები, უკვე თქვენ მომზადებული ხართ და დახლის ავზე გაქვთ. რატო ეს ცოტა? რატო ცოტა მომხმარებლები თქვენ რას ფიქრობთ? რა ვიცი, ხო ზოგი პირდაპირ გადის, თვითონაც ფული არ აქვს შემოვიდეს. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? კეთევან კახაი. მადლობა, მადლობა. პათუმელების ლაივია. ასეთი მოცემულობა ამ დროისთვის სარფში, სადაც დღეს გაიხსნა საბაჟო. ვინც ახლა შემოვერთა Facebook Live-ს, მე აქვე გეტყვით, რომ თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით მოსაწვევი საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ. საიმისოთ რომ ის მათ გადაკვეთონ სარფის საბაჟო და შევიდნენ თურქეთში. ეს გახლავთ ელჩის ინფორმაცია, თუმცა საპატრულო პოლიციის ინფორმაციით საჰაერო გზით დღეს რო შეიძლება მოსაწვევის გარეშე წასვლა, ხოლო სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით ოფიციალური განკარგულება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. შესაბამისად, სარფში საზღვრის კვეთისთვის ამ ეტაპზე მოსაწვევი არის ისევ სავალდებულო, ასეთი ინფორმაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ როგორც სულ ბოლოს გავრცელა ინფორმაცია
თურქეთის საქართველოს ელჩმა ეს მოსაწვევები აღარ იქნება საჭირო. და იმედია ზუსტი ინფორმაცია აქვს თურქეთში საქართველოს ელჩს. მოსაწვევი არა, მაგრამ PCR ტესტი აუცილებლად დაგჭირდება თუ კი წახვალთ თურქეთში. 72 საათით ადრე უნდა იყოს ჩატარებული PCR ტესტი და თუ კი დარჩებით 72 საათი უფრო მეტი ხნის განმავლობაში თურქეთში, თქვენ განმეორებით დაგჭირდებათ PCR ტესტის ჩატარება, რომ უკან დაბრუნდეთ საქართველოში. Საერთოდ ნაკადი საკმაოდ მცირეა, თუმცა მოდინი აქვთ, როგორც აქ დასაქმებული ადამიანები ყვებიან, რომ დღეს უკვე ხალხმრავლობაა მათი შეფასებით, რადგანაც აქ არც ერთი მანქანა არ იდგა და ადამიანები საერთოდ არ ჩნდებოდნენ პანდემიის პირობებში და მხოლოდ იშვიათ გამონაკლისებში ჩნდებოდნენ ადამიანები და კაფეები იყო დახურული, ასევე მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები, საავტო ჯიხურები, დღეს უკვე ყველა მათგანი გამოვიდა გახსნეს თავთავისი თავიანთი ობიექტები და მუშაობენ. და აქვს მოდინი, რომ რეალურად სიტუაცია გაუმჯობესდება. ტრეილერების რიგი ისეა, როგორც ვთქვათ. ასე გამოიყურება სარფის პლაჟი. ადამიანები უკვე ბანაობენ კიდეც. თუმცა რა გასაკვირია, დღეს უკვე 1 ივნისია, ზაფხული დაიწყო. და თქვენ კადრში ხედავთ შესასვლელს, რომელიც ეხლაც პრინციპში ცარიელია, რადგანაც მოქალაქეებისთვის ამ დრომდე არ იყო დაზუსტებით ცნობილი, მათ კონკრეტულად რა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ გადასულიყვნენ თურქეთში. როგორც უკვე დაზუსტდა, მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ მოსაწვევი იმისთვის, რომ წავიდნენ თურქეთში. ეს ინფორმაცია გაავრცელა თურქეთში საქართველოს ელჩმა. მანამდე იყო საკმაოდ გაურკვეველი ვითარება, რადგანაც იგივე საბჭოთა პოლიცია აცხადებდა, რომ მოსაწვევი ისევ სჭირდებოდა მოქალაქეებს, ასევე 154-ში საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ხელხაზზე ჩვენ გვიპასუხეს, რომ მოსაწვევი არის ისევ საჭირო და სავალდებულო და მის გარეშე ვერ გადახვა თურქეთის საბაჟოზე, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ თურქეთის საქართველოს ელჩმა თქვა, რომ თქვენ მოსაწვევი არ გჭირდებათ. ჩვენ არ გვინახავს ჯერ კიდევ კონკრეტული სამართლებრივი აქტი, სადაც გაწერილია თუ რა სჭირდება საქართველოს მოქალაქეს თურქეთში წასასვლელად, მაგრამ იმედია, რომ თურქეთის საქართველოს ელჩს აქვს სუსტი ინფორმაცია, როცა ის აცხადებს, რომ მოსაწვევი საჭირო არ არის. ცნობილია ასევე ოფიციალურად, რომ PCR ტესტი სავალდებულოა, PCR ტესტის ჩატარება, ბუნებრივია და ლოგიკურია უარყოფითი პასუხი დაგჭირდებათ PCR ტესტში. ეს უნდა იყოს ჩატარებული 72 საათით უფრო ადრე, ვიდრე თქვენ გადახვალთ თურქეთში, ხოლო თუ კი დარჩებით 72 საათზე უფრო მეტი ხნის განმავლობაში, თქვენ დაგჭირდებათ დამატებით ისევ PCR ტესტის ჩატარება და ბუნებრივია ისევ უარყოფითი პასუხი. დღეს და ახლა ეს მოცემულობაა სარფის საბაჟოზე. დარჩით ჩვენს არხებზე ბათუმელები ჯიდან ედგაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მათ შორის იმაზე თუ რა ხდება სარფის საბაჟოზე. რამდენად რთული ან მარტივია გადასვლა, ჩვენ მოქალაქეები ვნახეთ, ვინც გადადიან თურქეთში, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ მათ აქვთ მოსაწვევი, როგორც ეს წესი მოქმედებდა აქამდე, თუ კი ადამიანი მიდიოდა სამუშაოდ თურქეთში, მას უნდა მიიღო თურქი დამსაქმებლისგან მოსაწვევი და ჩვენ ვისაც ვესაუბრეთ მოქალაქეებს, ვინც დღეს მიდის თურქეთში, მათ გითხრეს, რომ აქვთ მოსაწვევი და ასე მიდიან თურქეთში. მოკლედ დღეს 1 ივნისია, თურქეთის საზღვარი და ზოგადად სახმელთო საზღვრები გაიხსნა და ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც არის ცნობილი. თქვენ მოსაწვევი არ დაგჭირდებათ საიმისოთ, რომ გადახვიდეთ თურქეთში, დაგჭირდებათ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც 72 საათით ადრე გექნებათ გაკეთებული, ვიდრე თურქეთში წახვალთ.
და ბუნებრივია ის დოკუმენტაცია, ანუ პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რაც ბუნებრივია მანამდეც, ანუ პანდემიის დაწყებამდეც თქვენ გჭირდებოდათ. სარფის საბაჟო არის ჩაკეტილი 15-დან 2020 წლის, ანუ 1 წელიწადზე უკვე მეტი ხნის განმავლობაში არის ჩაკეტილი სარფის საბაჟო და მხოლოდ სპეციალური გამონაკლისების შემთხვევაში არსებობდა მიმოსვლის უფლება და ასევე არსებობდა მოწვევის შემთხვევები, იგივე ჩაისკრეფს საკუთარ ბევრი საქართველოს მოქალაქე და მათ აქვს სპეციალური მოწვევა და აქამდეც პანდემიის მიუხედავად ისინი ახერხებდნენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას და აქ საუბარი არა 1 და 2, არამედ 1100-ობით მოქალაქეზე, ვინც მიდიოდა თურქეთში სამუშაოდ. ასეთი მოცემულობა დაგვხვდა დღეს ჩვენ ბათუმელებს სარფის საბაჟოზე. დღეს 1 ივნისია და საქართველოს გაახსნა სახმელეთო საზღვრები, მათ შორის გაიხსნა სარფის საბაჟო. სარფის საბაჟო გასული წლის 15 მარტიდან იყო ჩაკეტილი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მე ჟურნალისტი ჯაბანენიძე ვარ, ეს ბათუმელების ლაივი იყო, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.